ახლა უნდა გავიხსენო მე ერთი საინტერესო შეხვედრა დირიჟორთან. ნუ მე ადრეც ავთქვი ჩვენი კაპელა ჩემი ხელმძღვანელობით 1978 წელს გამოვიდა მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტით. ეს იყო ქართული მუსიკის დღეები და დიდი წარმატებით. ეს ადრე სხვა მოგონებებში მათქვამი. ხო და აი ეს კონცერტი ესე იგი ერთი თვის შემდეგ თუ თვენახევრის შემდეგ საკავშირო ტელევიზიამ გადმოსცა მთლიანად. ხო. ნუ ეს კონცერტი და ეს იყო ნოემბერში 78 წლის და 79 წლის გაზაფხულზე იყო საკავშირო ყრილობა იყო კომპოზიტორთა კავშირის ესე იგი მოსკოვში. ტარდებოდა ხოლმე რამდენიმე წელიწადში ერთხელ, სადაც იწვევდნენ კოლექტივებს ესე იგი და შემაჯამებელი კონცერტები იმართებოდა. ხო და ჩვენ მიგვიწვიეს აი ამ ყრილობის კონცერტებზე და სხვათა შორის მანამდე სანამ ესე იგი ეს ყრილობა ჩატარდებოდა, ნოტები გამომიგზავნეს აზერბაიჯანელი კომპოზიტორის ალიზადე იყო ასეთი. ალიზადე ხო იმისი კანტატა 4 ნაწილიანი 26 ესე ერქვა 26 ანუ 26 კომისარზე იყო. თუმცა კომისრებზე ნაკლებად იყო უფრო აზერბაიჯანული სიმღერები იყო გამოყენებული და უფრო სხვა იმით იყო, მაგრამ რატომღაც ასე დაარქვა 26. ხო და ეს დამთხოვეს რომ გამეკეთებინა, უნდა შეგვესრულებინა მოსკოვში. ესე იგი აი ამ ყრილობის კონცერტზე. ნუ მოვამზადე რა თქმა უნდა, ჩავედით გაზაფხულზე. ეს ყრილობის კონცერტები იმართებოდა ჩაიკოვსკის საკონცერტო დარბაზში. ეს ერთ-ერთი ცენტრალური საკონცერტო დარბაზია მოსკოვის. ხო და აი რეპეტიციაზე რომ მივედით, სხვა ორკესტრი იყო რა თქმა უნდა, არ მახსოვს. ბაქოს ორკესტრი იყო მგონი და დირიჟორი იყო ნიაზი. იყო ასეთი ნიაზი. სხვათა შორის ნამდვილი გვარი იყო ნიაზის სახელია, გვარი იყო ჰაჯიბეკოვი. ეს ცნობილი გვარია აზერბაიჯანში ჰაჯიბეკოვი. ეს არის უზეირ და ზულფუგ ძმები ჰაჯიბეკოვები, რომლებმაც ფაქტიურად სათავე დაუდეს აზერბაიჯანულ პროფესიულ მუსიკას. აი ნიაზი იყო უზეირ ჰაჯიბეკოვის ძმისშვილი, ანუ ზულფუგარ ჰაჯიბეკოვის შვილი. ხო და ნუ მოვიდა ის რა თქმა უნდა ის დირიჟორობდა ესე იგი და აი მოსკოვში მოვიდა ეოარო ნიაზიო პატარა ტანისკაცი იყო ძალიან ესე იგი თქვენა ხართო მუნჯიშვილი მე ახლა ძალიან კარგია ახლა რეპეტიცია უნდა გქონოდა კაპელას მასთან ხო გადამეხვია სხვათა შორის გადამკოცნა და მითხრა მეო მოვისმინეო თქვენი კონცერტის ჩანაწერიო ის რო გადმოსცესო ამ რამდენიმე თვის წინო ესე იგი ტელევიზორშიო და მე და ჩემი მეუღლე ვისხედით ტელევიზორთან და ვტიროდითო და გამეცინა რატომ მეთქი და მე ხო თბილისელი ვარო თბილისში დავიბადე თბილისში გავიზარდეო და ეს იმდენად ნუ იმოქმედა ჩემზეო ეს ლაპარაკია ძველი თბილისის სიმღერები იოსიფ კაჭაყმაძის ხუთი პარაფრაზი იმდენად განვიცადე და იმოქმედაო რომ ასე ვტიროდით ორივენიო რომ მე ბავშვობა თბილისში გავატარეო და ჩემთვის თბილისი ძალიან ისე რა თქმა უნდა რეპეტიცია ჩაატარა ჩვენივრად შევასრულეთ ეს კანტატა და ესე გავიცანით ერთმანეთი ესა ძალიან ისეთი თბილი კაცი იყო უბრალო და ძალიან კარგად დამამახსოვრდა და ეს უნდა რომ გამეხსენებინა სამწუხაროდ ნიაზი ცოცხალი აღარ არის მე მგონი 84-ში გარდაიცვალა თუ არა ვცდები ესე იგი ეს იყო საოცრად თბილი და ისეთი უბრალო პიროვნება თავისი
ხასიათი უბრალოდ იმიტომ რომ რეპეტიციაზე გამოჩნდა ჩვენი ურთიერთობა, დამოკიდებულება და მე ღმერთმა ნათელში ამყოფოს და ალлахი ფარველობდეს მის ხსოვნას.